მადლობთ, გამარჯობა ყველას და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გადაცემაში ებრაული სამყაროს კვირეული არხზე. IOC4 News. მე ვარ ემილი ფრენსისი. ყოველ კვირას ჩვენ ვამახვილებ ყურადღებას ამბებზე, საკითხებზე და პიროვნებებზე, რომლებიც ებრაულ ინტერესებს ეხება. აქ ისრაელში და დიასპორაში. გლობალური ებრაული საზოგადოება. და დავითხოვთ ჩვენი მთავარი ამბებით ებრაული სამყაროდან ამ კვირაში. იხილეთ. ანტისემიტური ძალადობა დიასპორაში 2025 წელს 30 წლის მაქსიმუმს მიაღწია. 4 ქვეყანაში 20-ზე მეტი ებრაელი მოკლეს. 23,000-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა 7 მთავარ ებრაულ დიასპორულ საზოგადოებაში. არგენტინა, ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ი. ეს 126%-ით მეტია 2022 წელთან შედარებით, ხოლო ძალადობრივი შემთხვევების რაოდენობა 97%-ით გაიზარდა. გერმანიამ დააფიქსირა ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ხოლო დიდი ბრიტანეთი და აშშ-ის შემთხვევების თითქმის ნახევარი ანტისიონიზმით იყო მოტივირებული. თამასობაში ირლანდიამ მხოლოდ 6 თვეში 153 შემთხვევა დააფიქსირა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ეროვნული სტრატეგია არ არსებობს. ლონდონის ჰაკნის რაიონმა ხმა მისცა ჰაიფასთან 58 წლიანი დაძმობილების შეთანხმების შეწყვეტას, როგორც მიზეზად დაასახელა ციტატა ღირებულებები და საერთაშორისო სამართალი ღაზას ომის ფონზე. ებრაელმა ლიდერებმა ეს ნაბიჯი უცოდინარობასა და სიძულვილში დაადანაშაულეს. ხაზი გაუსვეს ჰაიფას მრავალფეროვან პროგრესულ ხელმძღვანელობას, ებრაელებსა და არაბებს შორის თანაცხოვრებას და ჰაკნისთან უნიკალურ საავადმყოფოებთან კავშირებს. ჰაიფას თავდაპირველად მიეცავა და 2026 წლის 7 ოქტომბრამდე, რომ პასუხი გაეცა, სანამ ჰაკმის საბჭო არ დათანხმდა. თარიღის შეცვლა საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ, რომელიც გამოიწვია ამ გადაწყვეტილების უგრძნობლობამ და ბოლოს მხატვარმა მაიკლ ზავროსმა მოიპოვა პრესტიჟული ავსტრალიური არჩიბალდის პრემიის ხალხის რჩეულის ჯილდო თავისი პორტრეტით, რომელზეც გამოსახულია ავსტრალიელი ებრაელი ლიდერი ალექს რივჩინი. პორტრეტი შეიქმნა ბონდი ბიჩის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. მას ეწოდება ალექსი თავის ტეფილინთან ერთად ზღვაში. პორტრეტზე რივჩინი წყალში გადის, მისი ტეფილინი ჩანს, რაც რწმენისა და გამძლეობის სიმბოლოა. ზავროსმა, რომელმაც აღმოაჩინა თავისი აშკენაზური ებრაული ფესვები, განაცხადა, რომ შთაგონებული იყო რივჩინის ლიდერობითა და მათ შორის საოცარი მსგავსებით. ხიად ანტიისრაელური, უკიდურესად მემარცხენე ნიუ-იორკის მერი ზოჰრან მამდანი აგრძელებს ებრაული თემების აღელვებას ნიუ-იორკის რეგიონში. მისი კამპანიის განმავლობაში მან ამ მომრჩევლებს მიმართა მუქარით, რომ დააკავებდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თუ ის ნიუ-იორკში ჩამოვიდოდა. შემდეგ გასულ კვირას კამერების წინ პრემიერ-მინისტრს ომის დამნაშავე უწოდა, მაგრამ აღიარა, რომ როგორც მერს მას არ აქვს ძალაუფლება დააკავოს ისრაელის ლიდერი. თუმცა ბოლო გამოკითხვის მიხედვით ნიუ-იორკელი ებრაელების 44%-ს მამდანის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს და სინამდვილეში ის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუზე უფრო პოპულარულია. და მათ შორისაა ჩვენი შემდეგი სტუმარი, რომელიც ნიუ-იორკიდან გვიერთება, ავტორი და პედაგოგი რაბინი ები სტაინი. გამარჯობა, სასიამოვნოა ისევ თქვენი ნახვა. სასიამოვნოა თქვენი ნახვა, დიდი ხანი არ გვინახავს ერთმანეთი მგონი ბოლოს როცა გნახეთ. დიახ, სტუდიაში ვიყავით იაფოში, დიახ. ვიცი, ძალიან დიდი ხნის წინ იყო. მას შემდეგ ბევრი რამ მოხდა, მაგრამ პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურად, რომ მხარეს დგახართ. როგორც ებრაელი ნიუ-იორკში გძნობთ ამ განწყობებს, თუ უბრალოდ ცდილობთ, რომ ყურადღების ცენტრში არიღოთ. და ეს ბევრად უფრო გაზვიადებულია, ვიდრე ჩვენ, რაც ყოველდღიურად რეალურად ხდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გულისხმობთ განწყობებში. უნდა ვთქვა, რომ ნიუ-იორკში განწყობები საოცარია. და ვგულისხმობ როგორც ებრაულ საზოგადოებას, ასევე მთლიანად ნიუ-იორკს. არ მოგატყუებთ, არ ვიტყვი, რომ რაიმე ფორმით ყურადღების მიღმა ვრჩები. ნებისმიერ შეუძლია Google-ში მოძებნოს და ნახოს ჩემი ურთიერთობა მერთან. პირად დონეზე ვიტყვი, რომ მერთან წლებია ვიცნობ. მე ვიყავი რაბინის სინაგოგაში, სადაც ჩვენ ვიყავით პირველი სინაგოგა, რომელმაც მერი გასულ წელს თებერვალში მიიწვია. ის შაბათის მსახურებაზე მოვიდა, ძალიან ლამაზი იყო. და ასევე სრული გამჭვირვალობისთვის, რო ვთქვა, მე მერის გარდამავალ გუნდშიც ვმსახურობდი. ძირითადად მუშაობდი გენდერული იდენტობის დამადასტურებელ ზრუნვაზე და ვფიქრობ, ეს ჩემთვის კარგი მაგალითია იმისა, რაც მახსენდება, როცა ქალაქზე ვფიქრობ. ებრაული საზოგადოება ჩემი პირველი სახლია, ჩემი მეორე სახლია, შეიძლება მესამე სახლიც. ეს არის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების დიდი ნაწილი ქალაქში. ყოველ შაბათს სინაგოგაში ერთხელ ან ორჯერ მივდივარ და მე ვარ ებრაული საზოგადოებების ნაწილი მთელ ქალაქში. და ამავე დროს ებრაული საზოგადოება არის მნიშვნელოვანი ნაწილი იმისა, რაც ქმნის ამ ქალაქს.
და ის საკითხები, რომლებსაც ჩვენ, როგორც ებრაელები ვაწყდებით, ბევრად ვწდება იმას, რასაც ადამიანები ფიქრობენ, რომ მხოლოდ ებრაულ საზოგადოებაზე მოქმედებს. და ვფიქრობ, რომ ის, რაც გარდამავალ პერიოდში გავაკეთე, ამის კარგი მაგალითია. მაგალითად, მე ძირითადად გენდერული იდენტობის დამადასტურებელ ზრუნვაზე გავამახვილე ყურადღება, რაშიც დიდი წარმატება ჰქონდა. ჩვენ ახლახან მივიღეთ $18 მილიონი გენდერული იდენტობის დამადასტურებელი ზრუნვისთვის, რომელსაც ფედერალური მთავრობა მიზანში იღებს. ეს ის საკითხია, რაზეც გარდამავალ პერიოდში ვმუშაობდი, ჩემთვის ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია. და ვიტყვი რომ ვარ ებრაული და ქვიარ საზოგადოების ნაწილი და ასე შემდეგ. ამიტომ მნიშვნელოვანია უბრალოდ თქვათ ეს. ებრაული საზოგადოებისათვის, როგორც ყველა სხვა ნიუ-იორკელისთვის, ყველაფერი ერთ საკითხამდე არ დადის. დაივიწყეთ ბიბი. ყველაფერი ისრაელზეც კი არ დაიყვანება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ნაწილია. არსებობს სხვა ასპექტებიც ნიუ-იორკში ყოველდღიური ცხოვრების, რაც ყველას გვეხება. მართალია. ხო, ამასთან ერთად და ვიცი, ეკონომიკა აშკარად თავის სიტყვას ამბობს. ვფიქრობ, ბევრი ხმა სწორედ ამის გამო იყო, იცი, სხვადასხვა უფასო ავტობუსები, ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ, როგორც ებრაელი, რომელიც ასევე წარმოადგენთ თქვენ საზოგადოებას, როგორ თხოვთ ამას? ანუ რატო არის ეს მისთვის და მისი კამპანიისთვის ასეთი მნიშვნელოვანი, როცა მას ქალაქის მართვაში უფრო სერიოზული საქმეები აქვს? აი რა არის საინტერესო, ეს არის ის რაც მინდა ვთქვა. კიდევ არჩევნების დროსაც და ეხლაც იგივე ხდება და ხალხს შეუძლია მოძებნოს და გადახედოს ყველა განცხადებას, რაც მან გააკეთა. ეს თითქმის ყოველთვის იყო პასუხი ადამიანების კითხვებზე. მე ნამდვილად ვფიქრობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერიმ გაიზარდა პრო-პალესტინურ მოძრაობაში. ვფიქრობ, ეს არა მხოლოდ ბევრი ნიუ-იორკელისთვის, არამედ ბევრი ებრაელი ნიუ-იორკელისთვისაც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ავიღოთ ბრედ ლანდერი, რომელიც ჩემი მეგობარია, თავადაც იმ სინაგოგის წევრია, სადაც მე მუშაობდი და ასე შემდეგ. სადაც მისი მხარდაჭერის დიდი ნაწილი მერისადმი პირდაპირ მოდიოდა იმ რწმენიდან, რომ ყველასთვის არსებობს საერთო ადამიანურობა და ასე შემდეგ. ასე რომ არის ეს ნაწილი, სადაც შენ ეს აუცილებელი არ არის, რომ წინააღმდეგობა იყოს. არამედ ეს არის მიზეზი, რატომაც ასე ბევრ ადამიანს თავიდანვე მოსწონს მისი პოლიტიკა. მაგრამ სინამდვილეში ასე არ იყო. და ის ძალიან ძლიერად იყო კონცენტრირებული ადგილობრივ საკითხებზე და მე მესმის ისრაელში მცხოვრები ადამიანებისთვის და მე პაციენტი ვარ. ეს საერთოდ რელევანტურია? მართლა? ანუ არსებობს პოლიცია და ეს ყველაფერი, რაც ხო ესეა. განსაკუთრებით ახლა, როცა 9/11-ის კიდევ ერთი წლის თავი ახლოვდება. ანუ ჩვენ გვაქვს მართლაც დიდი ქალაქის მასშტაბის საკითხები. ვიცი, როგორც ადამიანი, ვინც ნიუ-იორკში 15 წელი ცხოვრობდა. და ძირითადად სწორედ ამაზე აქვს მას ყურადღება გამახვილებული. ისევ იგივეა, როგორც ნეთანიაჰუს დაპატიმრებასთან, იგივეა არჩევნების დროსაც და მე მოვუწოდებ ხალხს, რომ ამ საკითხსაც დააგვირდნენ, რადგან თითქმის ყველა განცხადება, რაც მას გაუკეთებია, ზოგად განცხადებებს თუ არ ჩავთვლით და დიახ, მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ნიუ-იორკი გლობალური ქალაქია. ნიუ-იორკში ყველაზე დიდი ებრაული, მაგრამ ასევე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პალესტინური და არაბული მოსახლეობაა ქვეყანაში. ასე რომ ეს საკითხები ნიუ-იორკელებისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ თითქმის ყველა განცხადება, რაც ისრაელთან დაკავშირებით გაკეთდა, იყო პასუხი დასმულ კითხვაზე. და სწორედ ეს არის ასე მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ თუ ნახავთ იმ პლატფორმას, რომელიც მერმა წარადგინა, როგორც პრაიმერის, ისე ზოგადი არჩევნების დროს და იმ რეალურ ნაბიჯებს, რაც გადადგა, ყველა ამაზეა კონცენტრირებული. ვიდეო, რომელიც მან გამოაქვეყნა, ეს ისევ და ისევ იყო რეაქცია განმეორებით დასმულ კითხვებზე. ჯერ კიდევ აპირებთ მის დაპატიმრებას, ისევ აპირებთ. ერთი ბოლო კითხვა, სანამ დრო ამოიწურება, მაგრამ ამის მიუხედავად, აკეთებს თუ არა ის რამეს, რომ მაინც ჩაერთოს და მიმართოს. ანუ უკვე აირჩიეთ 18 კაციანი სასამართლო კომიტეტი. არც ერთი ებრაელი მოსამართლე, ვიცით რომ ბევრი არიან და თუ გსურთ სათანადო დასახოთ საზოგადოება, ნიუ-იორკელთა ყოველი მეათე ებრაელია. ასე რომ 18 კაციან საბჭოში. რატომ არა? ანუ რატომ არა? რატო გამოტოვეთ ეს? გონი ეს მინდა კითხოთ. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მან გააკეთა, მაგალითად ეს არის გეგმა, რომელიც სინამდვილეში ებრაული ორგანიზაციების მიერ იყო შემუშავებული. კონკრეტულად ისეთი ჯგუფების, როგორიცაა ებრაელები რასობრივი და ეკონომიკური სამართლიანობისთვის, ესეთი ჯგუფები, როგორიცაა ბენდი არკი, რომლებიც ებრაული არაკომერციული ორგანიზაციებია, მან კი სიძულვილის დანაშაულის პრევენციაში ინვესტირება გააკეთა. მაგალითად, ჩვენ გამოვაქვეყნეთ გეგმა, სადაც ქალაქს თხოვეთ, რომ ამ მიმართულებით ინვესტიცია 800%-ით გაეზარდა. ეს პირდაპირ ებრაული ჯგუფებისგან წამოვიდა სხვა ქალაქის ჯგუფებთან ერთად, მაგრამ ეს იყო იმ ადამიანებისგან, ვინც ფიქრობს, რომ სიძულვილის დანაშაულის პრევენცია მხოლოდ პოლიციაზე მეტად საჭიროებს. ჩვენ ეს მივიღეთ, ბიუჯეტი ახლახან დამტკიცდა და სიძულვილის დანაშაულის პრევენციაში ინვესტიცია 800%-ით გაიზარდა. იგივე მოხდა სხვა ბევრ საკითხიც. მე ძალიან კარგად ვიცნობ ადმინისტრაციას. იქ ბევრი ებრაელია. ჩემი ძვირფასი მეგობარი რაბინი მირიამ გროსმანი ადმინისტრაციას შეუერთდა როგორც ებრაული საზოგადოების კოორდინატორი. ჩვენ ვაფართოებთ ოფისს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. ამჟამად იქ ორი თანამშრომელია, ეხლადი მესამე თანამშრომელს მკვლევარს აყვანენ, რომელიც სპეციალურად ქალაქში ანტისემიტიზმის კვლევაზე იმუშავებს.
ამბავებს. საქმე მხოლოდ რეაგირებაში არ არის, არამედ არსებობს პროაქტიული ჩართულობაც, რომ მოусმინონ საზოგადოებას. მერც პოლიტიკა აქვს, რომ შეხვედროდა ყველა ებრაელ ლიდერს, ვინც მზად იყო მასთან შეხვედრაზე. სამწუხაროდ ძალიან ბევრს ესეც კი არ სურს, მაგრამ მან მე პირადად ვიცი, ზოგი საჯარო იყო, ზოგი არა, მაგრამ მან ძალიან ბევრ ებრაელ ლიდერთან გამართა შეხვედრა და მე ზუსტად ვიცი მისი რეაქციები მინახავს როგორც ტელევიზორში, ასევე პირისპირ. ასევე მინახავს მისი რეაქცია, როცა კერძო ოთახებში ვსხედავთ და ყავას შონთ, როცა ამბობს, რომ ყოველი ანტისემიტური თავდასხმა ღრმად აწუხებს. ეს თამაში არ არის. ფიზიკურადაც კი ყველას მივანდობ, თავად გადაწყვიტონ რატო არის ასე, მაგრამ მე ვხედავ და ხალხიც ხედავს ტელევიზორში, რომ ეს ფიზიკურად აწუხებს. ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, როცა ხალხმა ტელევიზორში საჯაროდ ნახა, როგორ ტიროდა, ეს იყო პრაიმერის ან ზოგადი არჩევნების დროს, ზუსტად არ მახსოვს როდის იყო, როცა მას საჯაროდ დაადანაშაულეს ანტისემიტიზმში. ეს იყო ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, როცა მან საჯაროდ იტირა. ეს არის რამ, რაც მისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. სპიკრობ ეს ბევრ ჩვენგანსაც გვარევებს. და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ ვიდეოში მისი ნათქვამი დიდად არ განსხვავდებოდა ზოგიერთი ისრაელი ლიდერის ნათქვამისგან, მაგალითად ეჰუდ ბარაკისა და მოშე იაალონისგან, რომლებმაც ბიბიც ომის დამნაშავედ დაასახელეს. ეს არ არის რაღაც შოკის მონგრელი ამბავი. ღმერთო ჩემო, ვიღაცამ ბიბი ომის დამნაშავედ დაასახელა, მაგრამ ებრაული საზოგადოების ბევრ წევრს ასე სჯერა. ისრაელის ებრაულ საზოგადოებაშიც ბევრს ასე სჯერა. ასე რომ ეს არ არის, ეს ებრაული საზოგადოების წინააღმდეგ არ არის, როცა ჩვენგან ბევრს იგივე აზრი აქვს. მართალია. აბი, დიდი მადლობა მომავალ წელს ისრაელში. როგორც ამბობენ, ბადამ, ბამ. მეც ძალიან მინდა ყოველთვის მეყვარს სტუმრობა. კარგი, შემდეგ ჯერზე რო ჩამოხვალ, შეგვატყობინეთ. სტუდიაში დაგპატიჟებთ. აუცილებლად. თავს მიხედეთ. კარგი დღე გქონდეთ. სხვა თემაზე გადავიდეთ. მაგრამ ისევ აშშ-ზე დავჭეთ. აშშ-ში სენატში მიჩიგანის ვაკანტური ადგილისთვის ბრძოლა მძაფრდება, რადგან ამ კვირის პრაიმერის უახლოვდებით. დემოკრატი კანდიდატები, კონგრესმენი ჰეილი სტივენსი და მისი ოპონენტი აბდულ ელ-საიედი მრავალი მიჩიგანის საკითხზე დაპირისპირდებიან, მაგრამ ებრაელებსა და ისრაელზე საუბრისას დიდი განხეთქილებაა. სტივენსი ამაყად უჭერს მხარს. ის აღნიშნავს, რომ წარმოადგენს ძირითადად ებრაულ გარეუბანს დეტროიტში. ელ-საიედი ღიად უწოდებს ისრაელს განდგომილ სახელმწიფოს და ეწინააღმდეგება აშშ-ში სამხედრო დახმარებას ისრაელისთვის. და მათი ბოლო დებატების მთავარ თემად იქცა AIPAC-ი, სადაც ელ-საიედი აკრიტიკებს მათ იმ ცნობების გამო, რომ ისინი ფინანსურად უჭერენ მხარს სტივენსის კამპანიას. ეხლა ჩვენთან ერთად ამ თემაზე სასაუბროდ არის i24 News-ის უფროსი კორესპონდენტი უენ ალტერმანი, რომელიც თავად დეტროიტიდანაა. ასე რომ ეს კონკრეტული. ესე რომ რა ხდება გარეუბნებში და მიჩიგანის შტატში, რა თქმა უნდა. ასე რომ იმ რეგიონიდან ხარ, რომელსაც სტივენსი წარმოადგენს. ის ჩემი კონგრესმენია, აბსოლუტურად. ვაუ, ანუ მინდა ვთქვა, პოპულარულია, საყვარელია და მოუწოდებენ სენატში იყაროს კენჭი. ის პოპულარულია. მას მოუწოდებდნენ კენჭი ეკარა. მაგრამ ნახეთ, თავისი კარიერის დიდი ნაწილის განმავლობაში პრობლემას წააწყდა. ემილი, ებრაული საზოგადოების ძლიერი მხარდაჭერა და ისრაელის მხარდაჭერა მის ინტერესებში იყო, ხომ ასეა? ის წარმოადგენდა ოლქს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორ იყო ოლქის საზღვრები გავლებული 2020-იან წლებში. ერთი ოლქი, რომელიც მოიცავს დეტროიტის ებრაული საზოგადოების ყველა მოსახლეობის ცენტრს. ასე რომ, მისი ოლქი ძლიერ ებრაულია, განსაკუთრებით დემოკრატიული პრაიმერიზის დროს და ებრაელები მიჩიგანში ებრაელები ისევე როგორც აშშ-ში დანარჩენ ნაწილში ტრადიციულად დემოკრატებს უჭერენ მხარს. ეს მისთვის მნიშვნელოვანი საარჩევნო ჯგუფია. როდესაც ახალი ოლქების საზღვრები დაიხაზა, საინტერესო პრაიმერული ბრძოლა გაიმართა მისისა და კიდევ ერთ მოქმედ კონგრესმენს შორის, რადგან მიჩიგანმა მოსახლეობა დაკარგა. ოლქების რაოდენობა შემცირდა, ამიტომ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ენდი ლევინი, რომელიც არ იყო ისრაელის წინააღმდეგი, მაგრამ მას ჯეი სტრიტ უჭერდა მხარს, ისრაელის მემარცხენეებთან ასოცირდებოდა, ხოლო ჰეილი სტივენსი მაშინ AIPAC-ისგან იღებდა დაფინანსებას. ლევინი იყო ებრაული წარმოშობის, დიდი ხნის პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელი მიჩიგანში, ხოლო ჰეილი სტივენსი იყო თემის გარედან, მაგრამ საბოლოოდ უფრო მეტი მხარდაჭერა მიიღო თემის შიგნიდან. მაგრამ ეს ფულისებში გავლენას ეხება. მაშასე აშკარად ლოგიკურია, რომ მათ სურთ ფული ჩადონ ამ კამპანიაში, მაგრამ როგორ ახსნი იმას, რომ ისინი დებატების ცენტრში არიან? მართალია. გადავიდეთ იმაზე, რაც აქ ხდება. ნახე, აშკარად ძალიან განსხვავებულია ჰეილი სტივენსისთვის მთელი შტატის მასშტაბით არჩევნებში მონაწილეობა, ვიდრე მხოლოდ მის საარჩევნო ოლქში. დემოგრაფიულადაც განსხვავებულია. და ასეა, იმიტომ რომ ეს მისთვის ყველაზე ცუდი სცენარია, რადგან ის ზოგადად ისრაელის საკითხზე წინააღმდეგობებს აწვდება, განსაკუთრებით კი ისეთი კანდიდატი, როგორიცაა აბდულ ელ-საიედი, რომელიც თავად ეგვიპტელი ემიგრანტების შვილია. ის ძალიან ღრმად ზრუნავს ისრაელის საკითხზე. და როგორც კანდიდატს, მას ბევრი ძლიერი ნარი აქვს.
და მან თავისი მიზეზებითა და პოლიტიკური მიზეზებით გადაწყვიტა, რომ ისრაელისა და აიბაკის საკითხი ამ კამპანიის მთავარი თემა გაეხადა. და შეიძლება მანდანისთან აიღო მაგალითი იცოდა რომ ეს არის გზა, რომ მიიღოს ხმები იმ ადამიანებისგან, ვინც ისრაელს ზულს. მამდანისთვის არა მხოლოდ ის, ჩვენ ვნახეთ დემოკრატების პრაიმერებში რადიკალურად მემარცხენე კანდიდატების ტალღა, რომლებიც ამ საკითხზე კონცენტრირდებიან და ამას საკუთარ პოლიტიკურ სარგებლად მიიჩნევენ. ის პირდაპირ ამ სცენარით მოქმედებს და მიჩიგანში ამაზე მუშაობს. დემოგრაფიულად მიჩიგანში ბევრად მეტი არაბი და მუსლიმია ვიდრე ებრაელი. დირბორნის საზოგადოება, რომელიც ცნობილია იმ ძლიერი როლით, რაც მან ითამაშა 2024 წლის არჩევნებში პოლიტიკური გაღვიძების პროცესში, ასე რომ აბდულ ელ-საედს ეს მხარდაჭერა აქვს. მაგრამ უნდა აღვნიშნო, როგორც ამ საზოგადოების შვილმა, თუ რამდენად აქტიურია და ენერგიულია ებრაული საზოგადოება დეტროიტში და მთელ შტატში, რომლებიც ჰეილი სტივენსის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეტროიტის რაიონის სინაგოგებში რაბინები არ გადადიან იმ ზღვარს, რომ პირდაპირ დაუჭირონ მას მხარი, რადგან ემილი ალბათ კანონით ამის უფლება არ აქვთ. და თუნდაც კონდეთ ასეთი ნაბიჯი მაინც შეუფერებელია, მაგრამ ისინი ნამდვილად მოუწოდებენ ხალხს, რომ ხმა მისცენ, თანაც აშკარა მინიშნებებით ვის უნდა მისცენ ხმა. თუმცა ეს მინიშნებებიც კი საჭირო არ არის, რადგან ვფიქრობ, ებრაელები ამ საზოგადოების პოლიტიკურ სპექტრში მას მხარს დაუჭერენ. ჰეილი სტივენსი აღიქმება როგორც საზოგადოების დიდი ხნის მოკავშირე და არა მხოლოდ ისრაელის მხარდამჭერი. და აბდულ ელ-საედი ძლიერად ერთვება მეორე მხრიდან მამდანის სტილში. ამ არჩევნებს შეიძლება ჯერ კიდევ არ მიუქცევიათ დიდი ყურადღება უცხოეთში, მათ შორის ისრაელშიც, მაგრამ შეერთებულ შტატებში ნამდვილად მიაქციეს ყურადღება. ამერიკელ მაყურებელს ეს ახსნა არ სჭირდება. რაც შეეხება ისრაელელებს, თუ ვინმეს აინტერესებს როგორ აღიქვეს ეს არჩევნები ისრაელში, უმეტესად ისრაელელებმა არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ისრაელის მედიაში ტენდენცია ასეთია და ამას გამოცდილებით ვამბობ, რადგან ჩვენს დაძმობილებულ ებრაულ არხზეც მიმუშავია, რომ რედაქტორები მხოლოდ მაშინ გაიღვიძებენ, თუ და როცა ის გაიმარჯვებს. და თუ 4 შაბათ დილით ისრაელში გავიღვიძებთ და გავიგებთ, რომ დემოკრატიული პარტიის სენატის ნომინანტი აბდულ ელ-საედია, ეს ნამდვილად მიიქცევს დიდ ყურადღებას აქ და მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. განსაკუთრებით რთული ბრძოლა და არის ყველა იმ პრაიმერის შემდეგ რაც ნიუ-იორკში გაიმართა, ასე რომ ეს მართალი ჩანს. დიდი მადლობა. ბიჭო, ამ შემთხვევაში ყველა იმ ცნობილ ადამიანთან ერთად, ვინც ისრაელს აკრიტიკებს, ერთი შემსრულებელი ფერს არ იცვლის და კარმის ჯერა. სწორია, ჩვენ ვსაუბრობთ ბოი ჯორჯზე, რომელმაც ისრაელში რამდენჯერმე იმღერა, მათ შორის 2017 წელსაც. და ეხლა მან გამოუშვა ახალი სიმღერა სახელად We Will Dance Again. მაგრამ როგორც ჩვენი ჯო ბრაუნი კითხულობს, შეიძლება ამ სიმღერამ მეტი ზიანი მიაყენოს, ვიდრე სარგებელი მოუტანოს. ბოი ჯორჯმა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი რეგი სტილის სიმღერა, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს და ქვია We Will Dance Again. ამან დიდი მხარდაჭერა მიიღო ებრაელებისა და ისრაელის მხარდამჭერი ადამიანებისგან ინტერნეტში. და ადვილია იმის თანახვა, რატომ არ გამოჩნდნენ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი ცნობილი ადამიანი, ვინც მზად იქნებოდა ღიად დაეფიქსირებინა მხარდაჭერა ისრაელის ან იუდაიზმის მიმართ. და ეს ის რაღაცაა, რაშიც ბოი ჯორჯს მართლაც აქვს გამოცდილება. ის გამოვიდა ირლანდიურ ტელევიზიაში და ვირუსულად გავრცელდა მისი კომენტარები ებრაული საზოგადოების მხარდასაჭერად. იგივე გააკეთა მან წელს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზეც, სადაც ის გაუგებარი მიზეზით სან მარინოს წარმომადგენელი იყო. აი რა ხდება. ებრაელები და ის ადამიანები, ვინც ისრაელს უჭერენ მხარს, იმდენად მშიერნი არიან ცნობადი სახეების და საზოგადო მოღვაწეების მხარდაჭერისთვის, რომ ხშირად მზად არიან თვალი დახუჭონ სიმართლეზე. ასე რომ, აი სიმართლე პირდაპირ ახლავე. ეს კარგი პიარი არ არის. პირველ რიგში მოდით ვისაუბროთ ბოი ჯორჯზე. მას საკმაოდ სკანდალური წარსული აქვს, განსაკუთრებით კი იმით, რომ ნორვეგიელი ესკორტი ბატარეაზე მიაბა ხელბორკილებით და სცემდა, რის გამოც დამნაშავედ წნეს. მაგრამ ამას გარდა ეს სიმღერაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის დაწერილი. ეს ნიშნავს, რომ გაურკვეველია, რამდენად დიდი იყო ბოი ჯორჯის წვლილი მუსიკასა და ტექსტში. ან უბრალოდ ეს იყო რაღაც, რისთვისაც მან უბრალოდ მითითებები მისცა და გამოიყენა საკუთარი ხმისა და წინა რეგი ტრეკების ასახვისთვის. დღევანდელი ახალგაზრდობის შორის არსებობს უარყოფითი რეაქცია ხელოვნური ინტელექტით შემუსიკისა და ხელოვნების მიმართ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არ არის ნამდვილი, თვლიან, რომ ეს ზარმაცობაა და წარმოადგენს სხვა ადამიანების მძიმე შრომის იმიტაციას. თუმცა ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მინდა რომ ყველა, ვინც ინტერნეტში კომენტარი დაწერა, რომ ეს ძალიან კარგი იყო და ვეღარ ითმენს, როდის დაამატებს თავის Spotify-ის პლეილისტში, პირდაპირ თვალებში შემომხედოს და მითხრას, რომ ეს კარგი მუსიკაა.
ვიცი რომ ხელოვნება სუბიექტურია, მაგრამ ობიექტურად ეს უბრალოდ ცუდია. ეს ბანალური გაცვეთილი ტექსტებია, განსაკუთრებით ის სტრიქონები, სადაც ისრაელელი ქალების გაუპატიურებაზეა საუბარი 7 ოქტომბერს. და ეს ყველაფერი დისონანსურ რეგი ტრექსია დადებული. ეს უბრალოდ შეურაცხყოფელია. და უნდა დაფიქრდეთ, ვისთვის იყო ეს განკუთვნილი? იმიტომ რომ კი მიუხედავად იმისა, რომ პროისრაელური ჯგუფები ამ ყველაფერს მხარს უჭერენ, თუ ვინმე არსებობს, ვისაც კონფლიქტი არ აინტერესებს და უბრალოდ კარგი სიმღერის მოსმენა უნდა, შეიძლება ამას მოусმინოს. და შეიძლება მათ ზუსტად საპირისპირო აირჩიონ იმისგან, რასაც ეს სიმღერა წარმოადგენს. კარგი, თუ ხელოვნური ინტელექტის თემაზე დავჭებით, ის მილიონებისთვის ახალი ოქროს სტანდარტი ხდება მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ მუსიკაში. ახლა კი ის იუდაიზმს სრულიად ახალ დონეზე ახავს. პოსტერებიდან დაწყებული, რეკლამებიდან, რომლებიც ებრაულ ღონისძიებებს ეხება, ისრაელის არჩევნებამდე და თუნდაც ჩატპოტებამდე, რომლებიც გლობალურ ფიგურებს ბაძავენ. მაგრამ რას ამბობს ტრადიციული ებრაული სწავლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე? ეხლა ჩვენთან ზუმით შემოგვიერთდა რაბინი იუვალ ცურლო, იეშივათ ამის როშ იეშივა. გმადლობთ რომ შემოგვიერთდით. დიდი მადლობა. ჩვენ ბერს ვისმენდით ხელოვნური ინტელექტის შესახებ. როგორ ხედავთ ახლა ხელოვნური ინტელექტის როლს? როგორ ფიქრობთ, რა დადებითი გავლენა შეიძლება კონდეს მას ებრაულ ცხოვრებაზე და როგორ შეიძლება დაეხმაროს უფრო მეტ ადამიანამდე მიღწევაში? სინამდვილეში ორი მიმართულება გვაქვს. პირველი არის ხელოვნური ინტელექტის გავლენა იუდაიზმზე, რადგან ყველაფერი უფრო ჭკვიანი ხდება, მაგრამ ამავდროულად უფრო მარტივიც. შეგიძლია უფრო სწრაფად ისწავლო, შეგიძლია ყველა წყაროს მიღება, შეგიძლია ყავდეს ხაურა, როგორც ჩვენ ვამბობთ, მეგობარი, ვისთანაც სწავლობ. უნდა გაამახვილო ყურადღება და ძალიან კარგად უნდა იცოდე, რომ ეს ავტორიტეტი არ არის, მაგრამ კარგი პარტნიორია თორას სასწავლად. მეორე მხრივ, ჩვენ საკუთარ თავს უსვამთ კითხვას, რა უნდა იყოს იუდაიზმის გავლენა ხელოვნურ ინტელექტზე? გულისხმობ ეთიკურ საკითხებს, როგორიცაა თაღლითობა, არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ან სხვა მსგავსი იდეები. როგორ შეიძლება იყო უფრო ეთიკური, როცა იყენებ ხელოვნურ ინტელექტს? ასე რომ, ორივე მიმართულება ნამდვილად გვაძლევს შთაგონებას ამ დღეებში. მართალია. მოდი დავბრუნდეთ შორეულ წარსულში. გულისხმობ ჩვენ ვიცით ძველი დროის ხალხი და იმ პერიოდში ბევრი ტექნოლოგია არსებობდა. იყო ზოხარი, იყო კაბალა, ეს იყო ათასობით წლის წინანდელი ტექნოლოგია. მაშ, სად ახსნა, როგორ შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა დაეციოს იმას, რასაც ეს ადამიანები ჩვენი წინაპრები ამბობდნენ მომავალზე? პირველ რიგში არავინ იცის, რადგან ხელოვნური ინტელექტი მართლაც რაღაც ახალია. ეს სრულიად ახალია, რადგან საქმე ის კი არ არის, რომ ჩვენი ინტელექტი ქმნის ინსტრუმენტს ან სისტემას, სისტემა ქმნის ინტელექტს და ეს სრულიად განსხვავებულია. მაგრამ ასეთი ტიპის არაერთი რევოლუცია ჰქონია. დაახლოებით 500 წლის წინ სტამბა გამოიგონეს. და შემდეგ ჩვენ ვიხილეთ დიდი ცვლილება და დიდი გავლენა იუდაიზმზე. რადგან ცოდნა აღარ იყო მხოლოდ ძალიან განათლებულებისა და სწავლულებისთვის, ის გავრცელდა ყველას შეეძლო მისი წაკითხვა, დაკოპირება და რაც უნდა და ის გაეკეთებინა. ასე რომ, წარსულში ვნახეთ, რომ ბეჭდვის მანქანების გამო ბევრი ცვლილება მოხდა. მოგვიანებით, სულ რაღაც 40 წლის წინაც კი ინტერნეტმა ბევრი რამ შეცვალა. იფიქრეს, რომ რაბინების როლი დასრულდა, რადგან ყველას შეუძლია კითხოს რაბი გუგლს, მაგრამ სინამდვილეში რაბინების როლი შეიცვალა. თუ ინფორმაცია გჭირდება, ნამდვილად შეგიძლია გამოიყენო Google, მაგრამ თუ გაგება გინდა, და Google ხო ვერ ჩაუღმავდება გემარას და ვერ შეძლებს, მაგრამ ეს სხვა ადამიანებისთვისაა, ვინც არ იზრდება. იეშივაში იზრდებიან. მათ შეუძლიათ მიიღონ პასუხები, მაგალითად, რას ამბობს თალმუდი A, B, C, D, E, F, G-ზე. ასე რომ, ფიქრობ ეს კარგია დიახ. ხელოვნური ინტელექტის შემთხვევაშიც, მაგრამ ძალიან ფრთხილი ვარ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ხელოვნური ინტელექტი სრულიად სხვა რამეა. იმიტომ რომ ის რეალურად ქმნის ახალ ინტელექტს და მოგვიწევს ვისწავლოთ, რა იქნება ჩვენი როლი იმ დღეებში. ყველაფერს, ყველა ახალ მიღწევას აქვს ბნელი და ნათელი მხარე და როგორღაც ჩვენ, როგორც კანკარა, ბოლოს შუაში ვხვდებით. მაგრამ თუნდაც ტოლერანტობის მუზეუმი, დიახ, ეს ახალი მუზეუმია, ახალი ტექნოლოგიით. მათ შეძლეს მისი ინტეგრირება, მაგრამ მას აქვს AI ჩატი, რომლითაც რაბი რამბამს ესაუბრებიან და ეკითხებიან კითხვებს. ასე რომ, ეს მაგალითია, მე ვფიქრობ, თუ როგორ გამოვიყენოთ ეს დადებითად, რომ ახალგაზრდები მოვიზიდოთ, მათ შორის ისეთებიც, როგორებიც ჩემი შვილები არიან, რომლებსაც მუზეუმშიც კი ვერ მიიყვან,
ხო ეს მაინც თამაშია. იცი, ჩემი შვილები ამბობენ, რომ ხელოვნური ინტელექტით ბევრ დროს ზოგა, მაგრამ მე ისევ ხელოვნურ ინტელექტზე კარგა. ასე რომ ასეა, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ზუსტად ვიცოდეთ, რა სიტყოდა რამბამი. მაგრამ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს, როგორც უკვე ვთქვი, როგორც რაღაც, რაც შთაგვაგონებს. ყოველთვის ადამიანი უნდა იყოს პროცესში ჩართული. ასევე იცით, რა თქმა უნდა, არსებობს ხელოვნური ინტელექტები, რომლებიც დაკავშირებულია Google-თან და სხვა მსგავსებთან, მაგალითად Gemini. როგორ შეუძლია დაეხმაროს კითხვებზე პასუხისგაცემაში? იცით მაგალითად, მე თვითონაც ვიყენებ ამას. მე ვმართავდი გადაცემას სახელად Hollyland Uncovered, ასე რომ ეს ყველაფერი ძალიან მიყვარს. მაგრამ შეგიძლიათ მოძებნოთ გარკვეული საკითხები, მაგალითად, ახსნათ რა ხდებოდა ცვაჩი არის დროს, ან რა ხდებოდა შიმონ ბარ იოხაის პერიოდში. როგორ შეუძლია ამან დაეხმაროს იმ ადამიანებს, ვისაც სურს უფრო ღრმა ცოდნა? და იცით, თარიღებს ან თვეებს და მსგავს რაღაცებს ასე მარტივად ვერ დააგუგლავ. სწორია, მაგრამ ინფორმაციისთვის ეს საკმაოდ კარგი საშუალებაა, თუმცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. უნდა გავიაზროთ, რომ ვიღაცამ ეს შექმნა და მას თავისი ინტერესები ჰქონდა. ამიტომაც ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ, ყოველთვის სწორია არ არის. და ბევრი აქვს დაბინძურება, სწორია. ასე რომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას, როგორც უკვე ხელოვნური ინტელექტი ხაბუკა. ამბობს, რომ შეიძლება შეცდომები დაუშვა ოველჯერზე, როცა პასუხს იღებ, ხომ ასეა? ეს მხოლოდ შეცდომები არ არის. ეს არის ძალიან, იცი, პროვოკაციული. ან მათ აქვთ თავიანთი ხედვები. ერთი წამითაც არ დაგავიწყდეს ეს. კარგი, დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო საუბარი იყო რა ბიუვალცურლო. დიდად ვაფასებ, მადლობა. და ეს იყო ყველაფერი ამ კვირის Jewish World Weekly-ის ეპიზოდისთვის. დიდი მადლობა ყურებისთვის. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გადახვიდეთ ჩვენს სოციალური მედიის პლატფორმებზე, ჩვენს YouTube არხსა და ვებგვერდზე, რათა უყუროთ ამ გადაცემას, ასევე წინა ეპიზოდებსა და ცალკეულ ვიდეოებსაც. მე ვარ ემილი ფრენსისი. დიდი მადლობა ყურებისთვის და შალომი თელ-ავივიდან.